ასაკობრივი პენსია 20 ლარით იზრდება. პრემიერის და პრეზიდენტის ხელფასი კი 1400 ლარით. ოცნების პარლამენტში 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე მსჯელობენ. დამტკიცების შემდეგ ქართული ოცნების პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარესაც ხელფასი 16000 ლარი ექნებათ. მინისტრებს 13600, დეპუტატების მინიმალური ანაზღაურება კი 12800 ლარი იქნება. გარდა ამისა, 13 მილიონი ლარით იზრდება მამუკა მდინარაძის უწყების ბიუჯეტი. სუსის დაფინანსება 2026 წელს 265 მილიონი ლარი იქნება. აქედან ნახევარზე მეტი თითქმის 152 მილიონი ხელფასებზე მოდის. 28 მილიონით მცირდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება. როგორია ქართული ოცნების პრიორიტეტები 2026 წელს? მეც ჩემი კოლეგა თამარ დემეტრაშვილი მოგუყვება. Tych პრიორიტეტი, რაც ქართულ ოცნებას აქვს, ალბათ ყველაზე უკეთ იმ რიცხვებში გამოიხატება, რაც 2026 წლის ბიუჯეტში წერია. 20 ლარიანი მატება პენსიონერებს, თავად კი 1000-ები. განსაკუთრებულ ყურადღებას ქართული ოცნება ძალოვანი უწყებების და სასამართლოს მიმართ იჩენს. ასევე არც საკუთარი თავები ავიწყდებათ. პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს 1400 ლარით მოემატებათ ანაზღაურება და ამატების შედეგად მათი ხელფასი 16000 ლარს მიაღწევს. დეპუტატებს კი 1120 ლარით და 12800 ლარამდე გაეზრდებათ ხელფასი. ამ მაჩვენებლებით სხვათა შორის ქართველი დეპუტატების შრომის ანაზღაურება რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იქნება. ანალოგიურად მოემატებათ ანაზღაურება მოსამართლეებს 1400 ლარით უზენაესი და საკონსტიტუციო თავმჯდომარეებს, რიგით მოსამართლეებს კი 1190 ლარით და 13600 ლარი გაუხდებათ. ოცნების დეპუტატები ამბობენ, რომ ბიუჯეტი სამართლიანადაა გადანაწილებული და რომ ეკონომიკური ზრდა, რაც ქვეყანაშია, მოქალაქეების ჯიბებდეც მიდის. ბიუჯეტი გადანაწილებულია პროპორციულად სამართლიანობის პრინციპის დაცვით, ისევე როგორც ეს მიღებულია დემოკრატიულ ქვეყნებში, მათ შორის ევროპის იმ დემოკრატიულ ქვეყნებში, რომელიც თქვენ ასე ძალიან დემოკრატიულ ქვეყნებში ამ ხელ განსხვავებაა პენსიასა და დეპუტატის ანაზღაურება შორის ხალბატონო. საჯარო მოხელეების ხელფასები იზრდება, მათ შორის 10%-ით, ყველა საჯარო მოხელის პოლიციელების, ჯარისკაცების და ზოგიერთ შემთხვევაში ეს და არის 100%-ზე მეტი, სწორედ იმის გამო რომ ხელფასების ეს ბალანსი იყოს დაცული, ამიტომაც არის საჭირო, რომ მათ შორის პრეზიდენტს, პრემიერს, მინისტრებს, პარლამენტის წევრებს და შესაბამისად ყველა თანამდებობის პირებს გაეზარდოთ ხელფასი. ხდება გადაადგილება სხვადასხვა სამინისტროებიდან, სადაც არის ეკონომიები, იქ სადაც ამის ათვისება შეუძლიათ. მაგალითად, პარლამენტში 20 მილიონი არის ეკონომია, რომელიც მიაგვიუჯებს, რადგან დეპუტატები არ შემოვიდნენ ნაწილი. იგივეა CSKOS პარტიებთან დაკავშირებით, არის კიდევ ლარის კურსი იყო მყარი, კარგად გამოიყურებოდა და 100 მილიონი გამონთავისუფლდა და ეს მერე გადანაწილებულია ჯანდაცვის და სხვა პროგრამებზე. რაც შეეხება თქვენ კონკრეტულ კითხვებს, ასე თქვენი აზრით, ოდიშს მოხდით კრიტიკულ კითხვებს, განათლების სამინისტროს პირველ მოსვენასთან შედარებით დაემატა 86 მილიონი. არაფერი არ მოკლებული, ის მოკლება, რასაც თქვენ ამბობთ, უბრალოდ ადრე სკოლებს აშენებდა განათლების სამინისტრო, ეხლა გადავიდა ინფრასტრუქტურის სამინისტროში. ამ არეულ წუთის სოფელში, რაც ახლა ჩვენს გარშემო ხდება და მე გარწმუნებთ, რომ კიდევ უარესი იქნება სამწუხაროდ, ჩვენ თავს არ ვამბობ, ჩვენ გარშემო და მათ შორის რუსეთში, უკრაინას არ გულისხმობ, მათ შორის ევროპაშიც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ძალოვან სტრუქტურებზე მაქსიმალური თანხები გამოიყოს. იცით, რომ პენსია იზრდება, მაგრამ იზრდება მხოლოდ 20 ლარით და ამ დროს ძალოვანებს ეზრდებათ ხელფასი, თქვენს გეზრდებათ ანაზღაურება. თქვენი ხელფასი იზრდება, როცა ისედაც რამდენიმე 1000-ია თქვენი ანაზღაურება. უფრო ნათელი რომ იყოს ოცნებისეული სამართლიანობა ხელფასების ზრდასთან მიმართებაში გეტყვით, რომ 2025 წლის 1 იანვრამდე პარლამენტის წევრის ხელფასი 5000 ლარამდე იყო. მას შემდეგ კი ლამის გასამაგებულია. 2 წელიწადში კი შრომის ანაზღაურების ლამის 300%-იან ზრდას კი ალბათ ვერცერთი ბიზნესი, მათ შორის ყველაზე წარმატებულიც კი ვერ დაიქვეყნეს.